მთავრობა არამც თუ ცდილობს, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს, მთავრობა არც ლაპარაკობს ამ პრობლემებზე. ეხლა ზოგი დაწერს კომენტარებში, რომ არ ვარ სწორი, რადგან აზერბაიჯანს თუ თურქეთი იცავს და რასაც უნდა იმას გააკეთებს და ჩვენ არავინ არ ყავს. მაგრამ არ არის ესე. მე არ ვიცახი, რომ შევიდეთ აფხაზეთში და ოსეთში და ომი გამომუცხადოთ რუსეთს. მე ვამბობ, რომ როცა არის შანსი, რომ რეგიონში ჩვენი ლიდერული თვისებები გამოვაჩინოთ, რომ გავაერთიანოთ ჩვენი რეგიონი იმის ხარჯზე, რომ არსებობს საშიშროება და ჩვენ ახლა ერთად თუ არ დავდექით, ომი ჩვენ რეგიონშიც დაიწყება. სადაც ფაშინიანი ერდოღანს ხვდება, რომ სომხეთმა დაიწყოს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, გაგახსენებთ სომხეთი ბრალს ადებს თურქეთს, რომ 1914-1918 წლებში თურქეთმა მასობრივი სომხების გენოციდი დაიწყო, რომელსაც ემსხვერპლა 100,000-ობით სომეხი, დროა რომ სომხეთს და აზერბაიჯანს შორისაც დამთავრდეს დაძაბულობა და ყველამ დაიწყოთ უკვე უფრო გლობალურ პრობლემებზე ფიქრი. ამ კონფლიქტის მოგვარებაში ლიდერები შეიძლება ვიყოთ ჩვენ და თბილისი გახდეს ადგილი, სადაც ორ ქვეყანას შორის სისხლი დამთავრდება, მაგრამ არა, ეს ზედმეტად ძნელი დავალებაა ჩვენი მთავრობისთვის. მოკლედ, ამით ვამთავრებთ დღეს ჩვენ ვიდეოს, გთხოვთ გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო და შემოდით ჩემ Discord სერვერზე. მე კიდევ გემშვიდობებით, დროებით.